მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ტესტებს, რომელიც შედგენილია Zepchen web ინსტრუმენტის დახმარებით. ეს არის მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის შედგენილი ტესტები. ნახოთ ახლა ეს ტესტები. კოლუმბა სარგასის ზღვაში აღმოჩენილ კუნძულებს უწოდა. გვერდით გამოდის პასუხები და მოსწავლემ უნდა მონიშნოს პასუხები. თუ სწორად მონიშნავს პასუხს, გაფერადდება მწვანედ. შემდეგ აგრძელებს ისევ გადასვლას ტესტებზე. სიტყვა გეოგრაფია ბერძნულია და ნიშნავს. რა თქმა უნდა, დედამიწის აღწერას, მაგრამ მონიშნოთ ახლა არასწორი პასუხი, ნახოთ როგორ გამოვა პასუხი. არასწორი პასუხი მოინიშნება ასე. შემდეგ ისევ გრძელდება ტესტები და გამოდის სწორი პასუხები. დედამიწის აღწერას. ოიკუმენე ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ბინადრობ. წარდგენა სწორი პასუხია გვანიშნებს. აგრძელებთ ისე. ვიდეოზე გამოდის ისე სწორი პასუხი. მოგზაური, რომელმაც აღმოაჩინა სარგასის ზღვა და მრავალი კუნძული, რომელთაც ვესტ ინდოეთი უწოდა. რა თქმა უნდა, ქრისტეფორე კოლუმბი. ქრისტეფორე კოლუმბი. ნიშნებულია სწორი პასუხი. მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მონაცემთა დამუშავების გზით განსაზღვროთ ურთიერთდამოკიდებულება ბუნებრივ კომპონენტებს, მოსახლეობასა და მეურნეობას შორის და შევადაროთ ისინი ერთმანეთს. ეს არის სტატისტიკური მეთოდი. ოზონის ფენა იცავს დედამიწის ზედაპირს მზის, ხილული სხივებისგან, ყვითელი სხივებისგან, ინფრაწითელი სხივებისგან და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. სწორი პასუხია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესს ეწოდება გლობალური დათბობა. მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ობიექტების და მოვლენების სივრცობრივი განლაგების კანონზომიერება და ტერიტორიული კომპლექსების განვითარება. ეს არის, რა თქმა უნდა, კარტოგრაფიული მეთოდი. მისი თაოსნობით ჩატარებული ექსპედიციის მონაწილეებმა შემოუარეს პირველად დედამიწას გარშემო. რა თქმა უნდა, ფერნანდო მაგელანის.
მისი მოგზაურობის შედეგად დამტკიცდა დედამიწის ფეროსებურება და ერთიანი მსოფლიო ოკეანის არსებობა. ფერნანდო მაგელანის. ანთროპოგენული ობიექტია. წყალსაცავი. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ეგვიპტის ფარაონის ნექო მეორის დავალებით აფრიკას გარს შემოუარეს ფინიკიელებმა. ოკეანოლოგია მიეკუთვნება ფიზიკურ გეოგრაფიას. ოზონის ფრელი 1000 კილომეტრი დიამეტრით პირველად 1986 წელს აღმოაჩინეს ანტარქტიდის თავზე. ორი პასუხი ანტარქტიდის თავზე. ავსტრალიის კონტინენტის ევროპულ კოლონიზაციას საფუძველი ჩაუყარა ჯეიმს კუკმა. დედამიწის სფერულობის შესახებ პირველი მოსაზრება ანტიკურ ხანაში ეკუთვნის ძველ მეცნიერს არისტოტელეს. აქ ვიდეოში არასწორი პასუხია და აი სწორი პასუხი დაიწერა არისტოტელეს. რომელი მოგზაური საპატივსაცემოდ ეწოდა კონტინენტს ამერიკა? ამერიკო ვესპუჩის. გეოგრაფიულად ავსტრალია აღმოაჩინეს ჰოლანდიელებმა. ორი პასუხი ჰოლანდიელებმა. პირველ მოგზაურებად და აღმომჩენებად მიიჩნევიან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ფინიკიელები. ძველი ბერძენი მოგზაურები იცნობდნენ დედამიწის მხოლოდ ორ ნაწილს. ატმოსფერო არის ჰაერის გარსი. ანტიკურ პერიოდში გიბრალტარის სრუტეს უწოდებდნენ ჰერკულესის სვეტებს.
ნაშრომი დედამიწის ირგვლივ ეკუთვნის ძველ ბერძენ მეცნიერს ჰეკატეოს მილეტეს. პირველი ევროპელი მოგზაური, რომელმაც თითქმის მთელი აზია შემოიარა, ეს იყო მარკო პოლო. დასრულდა ტესტები.